მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მოდით ფერიებისა და ელფების ამ დასტაზე ვნახოთ თქვენთვის სწრაფი გზავნილი ზედმეტობების გარეშე. ბალანსირებისათვის მოიწონეთ ეს ვიდეო. კარგი, დავიწყოთ. პირველ რიგში, ახლა თქვენი სიტუაცია, თქვენი მდგომარეობა და ენერგია არის მოლოდინში. მოლოდინში ახალი შესაძლებლობების არსად არ გეჩქარებათ, უბრალოდ ზიხართ და ფიქრობთ, ვიღაცა ოცნებობს, გეგმავთ, ნელ-ნელა გამოდიხართ დეპრესიული მდგომარეობიდან. აი როგორც ახლა გაზაფხული დაიწყო, ხო? სწორად ახლა თქვენი სული, თქვენი ენერგია იწყებს გაძლიერებას. თქვენი მენტალური მხარე, შინაგანი მხარე, ძალიან ბევრი ხართ მოლოდინში ახალი გეგმების, ადამიანების, ურთიერთობების, დახმარებას ელოდებით, მეგობრის სახით, შეხვედრის სახით, მესიჯის სახით, ვიღაცა დახმარებას ელოდება მაგალითად მატერიალური კუთხით. გააჩნია ყველასთვის ეს არის სხვადასხვა, ვიღაცა მედიტაციით, გესმით? მაგრამ ნახეთ, ასევე, განსაკუთრებულად ის, ვინც არის თვით იზოლაციაში, ვინც არის იზოლირებული, ან გაუგრძელდა, ესე რომ ვთქვათ, ინტროვერტობის ეტაპი, მეც ინტროვერტი ვარ და სწორედ გამიგეთ, რასაც გულისხმობ, ხო? დრო არის თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს რაღაც სიახლე, რაღაც ენერგია, რაღაც ახალი ემოცია გჭირდებათ. გახსნა გჭირდებათ, ოღონდ იმ ადამიანებთან, იმ სიტუაციასთან, იმ ცხოვრებისეულ, ესე რომ ვთქვათ, გამოწვევებსაც უნდა გაუხსნათ თქვენ გული. რადგანაც თუ არ იქნებით მოწადინებული, რომ ითანამშრომლოთ, დაეხმაროთ, ისე ვერ დაგეხმარებიან ჩემო კარგებო, გესმით? უნდა გაიხსნათ სამყაროსთვის, ვიღაცა ახალი ეგრეგორისთვის, ახალი ღვთაებისთვის, ახალი ადამიანისთვის, სიყვარულისთვის, შრომისთვის, ცოდნის მიღებისთვის, გახსენით თქვენი გული, რომ შემოვიდეს ახალი ნაკადი, ახალი სუფთა წმინდა ნაკადი თქვენს ცხოვრებაში. პირდაპირ მნიშვნელობით და მერე თქვენ მეტყვით, იცი რა, მარია, რას მომიტანს ეს მე? ეს მოგიტანს და მოგიტანთ თქვენ ახალ აზრებს, ახალ მიზნებს, ახალ ცოდნას, ახალ შესაძლებლობას, სწრაფვას, ენერგიას, ფიქრებს, მეტად დაიხვეწებით, მეტად გაიხსნება თქვენი მიმღებლობა სამყაროს მიმართ, ადამიანების მიმართ, თქვენ თვითონაცვე მიხვდებით თქვენს შეცდომებს, სად იყავით არასწორი, გამოიყენებთ გამოცდილებას, რათა წახვიდეთ წინ. და რაც კი უკვე გაიარეთ, ხო? ამის ტრანსფორმირებას მოახდენთ სწორი კუთხით, თქვენს ზრდაში, თქვენი ცხოვრების, სამყაროს ცვლილებაში უკეთესობისკენ, გესმით? და პირდაპირ მნიშვნელობით აქ ვიღაცისთვის დაიწყება, ან ვიღაცისთვის დასრულდება ტრანსფორმაცია. და აქ უკვე თქვენი გარისკვაც, თქვენი ენერგიის ხარჯვაც მოგცემთ თქვენ შედეგს. ხოლო ვისაც ეძინა, ის გაიღვიძებს. პირდაპირ მნიშვნელობით. და მერე მეტყვით რა იქნება. რა იქნება და სწორედ მზად იყავით თქვენი საუკეთესო ვერსიისთვის, ქალბატონებო და მამაკაცებო. თქვენი პრაიმ ვერსიისთვის იყავით მზად. ახალი გამოწვევებისთვის. უფრო უკეთესი ცხოვრებისთვის, უფრო მაღალი საფეხურისთვის იყავით მზად, სადაც უკვე თქვენ იქნებით ბატონ პატრონი თქვენი ცხოვრების, სადაც უკვე თქვენ წარმართავთ და დაგეგმავთ სამყაროსთან ერთად, ფარველებთან ერთად, სადაც უკვე არა მიგითითებენ, არამედ უკვე თქვენ თავად ხართ ოსტატი და უკვე ოსტატის ამპლუაში გააგრძელებთ ცხოვრებას. კარგია, გილოცავთ. შვენიერი ეტაპია ცხოვრებაში. აბა თქვენიცით წარმატებები, ვინც იწყებს ახლა ტრანსფორმაციას და ვინც ასრულებს, ოჩაღები ხართ.